კიტრი, პამიდორი, კარტოფილი და იქვე დახსე იყო წამლები. პირველი პარტია რამდენად იყიდა? $70 ოდენი. რამდენ ხანში ამოყიდებ? ახლობ 9 საათში გაიყიდა. ფულის შოვნა არ არის მთავარი. $70 დაწყებული ბიზნესიდან მილიარდიან კომპანიაზე ვლაპარაკობ. მართალია რომ საბანკო სესხი არ აქვს? საბანკო სესხი არ აქვს, არც გქონია. ეგ ყველას უკვირს, ხანდახან მეც მკვირს. რატო გახდა საჭირო კომპანიის განვითარებისთვის ამდენი სანაცნობო მოგიყვანა შენ კომპანიაში? პაატა კურტანიძე, 6 შვილის მამა, ავერსის სამედიცინო კორპორაციის არქიტექტორი და შემოქმედი. ჩანთით ჩამოტანილი $70 ღირებულების წამლებით ერთ-ერთი საავადმყოფოს 10 კვადრატულ მეტრზე გახსნილი პირველი აფთიაქი. დღეს უკვე 12,000-ზე მეტი თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ამუშავებს 370 აფთიაქს და 50 განსხვავებული პროფილის კლინიკასა და ლაბორატორიას. შენ სწავლობდი სამედიცინოზე და უნდა გამხდარიყავი ექიმი. სული და გულით ექიმი ვარ. ექიმობა დათმე და აირჩიე რომ გაიკეთებინა ბიზნესი. ჩემს მიუღებელია ერთ ადგილზე ყოფნა. და შემიძლია ვთქვა რომ ყოველდღე 25 საათი ვმუშაობ. ბიზნესში თუ რამეს მივახციე, ერთ-ერთი ამის მიზეზი ეგ არის დაგეგმვა. ავერსის ისტორია რო ნახოთ ფინანსურად. ეს არის ყოველ წელს თანაბარი ზრდა. მე არასდროს არაფერი არ მიყიდია იაფად. მადლიერი და კმაყოფილი მომხმარებელი ბიზნესმენისთვის ძალიან დიდი мотиваცია. გინდა რომ 400 წელიწადში სახსოვდეს შენი სახელი? კი, ჩემი და ჩემი კომპანიის სახელი.